19 წლის ბექა პერტაია მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობით ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. Დაშავებული შემთხვევების მდგომარეობა სტაბილურია. ბექა პერტაიან დამწვრობა სამეგრელოს ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მაშინ მიიღო, როდესაც ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობას სადა. პერტაიამ ბენზინის ხეულზე პროტესტის ნიშნად გადაისხა და ამ ფორმით დაკავებული მამის რუსლან პერტაიას გათავისუფლება მოითხოვა. პერტაიების განმარტებით ბრალდებული უსამართლობის მსხვერპლია და იმ დანაშაულს ედავებიან, რაც მას არ ჩაუდენია სამართალდამცველებმა. პერტაია 23 ოქტომბერს დააკავეს და მას ერთი იტომად თხილის ქურდობას ედავებიან. შემოყვანილია პაციენტი თერმული დამწვრობით, აღინიშნება დაახლოებით 30% დამწვრობა, მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა არის, გაიწია პირველადი დახმარება, შემდეგი მკურნალობისა და დაკვირვების მიზნით გადადის სპეციალიზებულ კლინიკაში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ადეკვატური, თავს ხსნობს უკეთესად.